როგორ შეიქმნა მულტისამყარო? არსებობს ინფლაციური კოსმოლოგიური მოდელი, რომელიც აღწერს დიდ აფეთქებას. ამ მოდელის თანახმად, დიდი აფეთქების დროს მოხდა არა ერთი, არამედ ურიცხვი რაოდენობის აფეთქება, რომლებმაც უამრავი სხვადასხვა სამყარო ინდივიდუალური მახასიათებლებით წარმოქმნეს. ბევრი მოვლენა, რომელსაც ვხედავთ და ჩვენი განზომილების ფიზიკური კანონების ჩარჩოებში ვერ ვხსნით, ფაქტობრივად სხვა განზომილებებში ხდება. ჩვენი ცნობიერება სხვა განზომილებასთან ურთიერთქმედებს. თუმცა ეს მაინც არ არის დროში მოგზაურობა. დროში მოგზაურობას ჩვენი ბიოლოგიური რესურსებით ტექნოლოგიების ჩარების გარეშე ალბათ ვერასდროს შევძლებთ. ჩვენი სამყარო გავს ერთ ბუშტს, უზარმაზარი კოსმოსური ბუშტების აბაზანაში. როდესაც ამ ყველაფერს გავაერთიანებთ სიმების თეორიაში, მივიღებთ, რომ თითოეულ სამყაროს გააჩნია ექსტრა განზომილებების განსხვავებული ფორმა, რომლებიც წარმოქმნიან განსხვავებულ ფიზიკურ მახასიათებლებს. იბადება ერთი დიდი კითხვა: შევძლებთ კი დავადასტუროთ მულტისამყაროს არსებობა, თუ რაც ვთქვით მართლაც ასეა და ირგვლივ სხვა მრავალი სამყარო გვახვევია, მაშინ დადგება დრო, როდესაც სხვა სამყარო მიეჯახება ჩვენ სამყაროს და ეს გამოიწვევს სივრცული ტემპერატურის ვარიაციების გაჩენას. შესაძლებელია ერთ დღეს ჩვენ დავაფიქსიროთ ეს მოვლენა და სწორედ ეს იქნება მულტისამყაროს მოდელის დადასტურება. დროში მოგზაურობა ბევრად რთული პროცესია, ვიდრე მოგზაურობა კოსმოსში. მას ტექნოლოგიურად ბევრად დიდი რესურსი დასჭირდება. ასე რომ, პრაქტიკული განხორციელება შორი პერსპექტივაა, მაგრამ ის უნდაოდ შესაძლებელია.